2025 წელი მოვიდა და წავიდა და მთელი წლის განმავლობაში მრავალი საიდუმლო გამოჩნდა. ზოგი მათგანი გაიხსნა, ხოლო სხვები კვლავაც აბნევდნენ გამომძიებლებს. მაგრამ ისინი და მსხვერპლთა ოჯახები კვლავ იმედოვნებენ, რომ მომდევნო თვეებში პასუხები მაინც მოიძებნება. ნომერი 20. 69 წლისში ჰუასიუს გაუჩინარება მხოლოდ ერთ-ერთი იმ მრავალ 2025 წლის გაუხსნელ გაუჩინარების საქმეთაგანაა. მისმა ოჯახმა არაერთხელ მიმართა საზოგადოებას თხოვნით, რომ თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია მისი ბოლო გადაადგილებების ან ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ, გამოვიდნენ წინ. მაგრამ დღემდე არ აღმოჩენილა დამატებითი კვალი, რომელიც მიუთითებდა რა დაემართა მას. 2025 წლის დეკემბერში სიუს დაუდგინდა დემენცია, რის გამოც მას ეზრუნავდნენ მისი ქმარი და ვაჟი, სანამ ისინი ნიუ-იორკის Great Neckში ცხოვრობდნენ. საკითხავ დღეს ის გამოვიდა სახლიდან, რომელიც ოკლის ქუჩაზე მდებარეობდა, დაახლოებით შუადღის 3 საათზე. შესაძლოა სასეირნოდ გავიდა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. მისი ოჯახი მისი უსაფრთხოების გამო შეშფოთდა, მაგრამ როდესაც ვერც იპოვეს და ვერც დაუკავშირდნენ, იმავე ღამეს პოლიციას მიმართეს და დაკარგული პირის შესახებ განაცხადი შეიტანეს. მათ აუხსნეს, რომ ჩუ მხოლოდ მცირედ ინგლისურად საუბრობს და მისი მდგომარეობის გამო შესაძლოა სახლში დაბრუნება გაუჭირდეს. სამწუხაროდ, ჩუს ვერ მიაგნეს მისი მობილური ტელეფონის გამოყენებით, რადგან ის სახლში დატოვა, როცა იმ დღეს სახლიდან გავიდა. გარდა ამისა, მისი კედებში მოთავსებული ლოკაციის თეგიც უსარგებლო აღმოჩნდა, რადგან სახლიდან გასვლის წინ ის ფეხსაცმელები არ ჩაუცვამს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩუ ოჯახის სახლს მოშორდა. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა მას თან არ ქონდა რაიმე სახის მიკვლევის მოწყობილობა და ვარაუდობენ, რომ უბრალოდ დაავიწყდა წაეღო. ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი დრო, რაც სახლიდან მოშორებით გაატარა, იყო 12 საათი და იმ შემთხვევაშიც მან დამოუკიდებლად შეძლო სახლში დაბრუნება. არსებობს რეალური შეშფოთება, რომ სიუმ შესაძლოა დაკარგა ორიენტაცია ან დაბნეულია ოჯახისგან მოშორებით ყოფნისას და შესაძლოა ცდილობს გზა იპოვოს სახლში დასაბრუნებლად. მაგრამ რადგან ის ძირითადად მანდარინზე საუბრობს, შეიძლება გაუჭირდეს სხვებთან კომუნიკაცია. მისმა ოჯახმაც გამოთქვა შიში, რომ სულ შესაძლოა სამედიცინო გადაუდებელ მდგომარეობაში იყოს და დაამატეს, რომ თუ დახმარებას შესთავაზებენ, შეიძლება უარი თქვას. საზოგადოებისთვის მიმართვაში მათ განაცხადეს, რომ სულ ჩვეულებრივ სწრაფად დადის და ხშირად შეიძლება დაინახონ, როგორ თავისთვის ლაპარაკობს, რაც შეიძლება დაეხმაროს მის ამოცნობაში. ხელისუფლებამ Great Neck-ის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას სთხოვა, გადაამოწმონ თავიანთი უსაფრთხოების სისტემები, თუ სულ სადმე გამოჩნდება. თუ ასეთი ვიდეო მასალა მიიღება, ეს შეიძლება დაეხმაროს მისი ბოლო გადაადგილებების დადგენაში. გამომძიებლებმა დაამატეს, რომ შესაძლოა ის თავად შეეცადოს ქუინსში, კერძოდ კი ბეისაიდის რაიონში გადასვლას, თუმცა ამ რაიონიდან მისი დანახვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთანავე ნასაუს საგრაფოს პოლიციის დეპარტამენტმა სთხოვა ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია სიუს ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ მათ ნომერზე 516-7-3-3-4-7. ნომერი 19. 69 წლის მაიკლ ჯეი სმოლი აბინგტონიდან ვირჯინია დაკარგულია 2025 წლის მარტიდან და პოლიცია სულ უფრო მეტად ღელავს მის მდგომარეობაზე, რადგან მას შემდეგ რაც ის გაუჩინარდა, მისი კვალი არავის უპოვია. 2022 წელს მაიკლმა გადაინაცვლა Green Acres-ის დამხმარე საცხოვრებელ დაწესებულებაში აბინგტონში, მას შემდეგ რაც მას დემენცია დაუდგინდა. და იქ მან მიიღო საჭირო მოვლა და ბოლო 3 წლის განმავლობაში იქვე დარჩა. მაგრამ მისი გაუჩინარების დროს მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სხვა დაწესებულებაში გადაეყვანათ. მაგრამ სანამ ამას მოახერხებდნენ, მათ აცნობეს, რომ ის იქ აღარ იყო და დაწესებულების პერსონალს არ ქონდა წარმოდგენა, საიდან დაეწყო ძებნა. არსებობს ვარაუდი, რომ ის შეიძლება ცდილობს ჩარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინაში დაბრუნებას, სადაც ცხოვრობდა დაწესებულებაში შესვლამდე. და მისი დიაგნოზის გამო შესაძლოა დაიკარგა და ახლა ვეღარ ახერხებს უკან დაბრუნებას. მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაიკლი ითვლება რისკის ქვეშ მყოფად, რადგან შესაძლოა ვერ შეძლოს თავის მოვლა ოჯახის წევრებისა და მოვლელების გარეშე. ამიტომ აუცილებელია, რომ ის რაც შეიძლება მალე იპოვონ, რათა უსაფრთხო დააბრუნონ. პოლიციის მიერ მოგვიანებით მოპოვებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების წყალობით, ცნობილია, რომ მან 2025 წლის 24 მარტს მარტო და ფეხით დატოვა Green Acres-ი. ჩანაწერებში ჩანს, რომ ის იმ დღეს დაახლოებით 4 საათზე ტოვებს ტერიტორიას, ხოლო მოწმე იტყვის, რომ საღამოს 6:30-ზე იგი მაიკლის აფთიაქის მიმდებარედ შენიშნა. როდესაც კითხეს, რატომ შეიძლებოდა ჩარლოტში გამზავრება ეცადა, მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ მისი და იქ ცხოვრობს. მან წარსულშიც ისაუბრა იქ გამზავრებაზე და იმდენად იყო შეპყრობილი თავისი დის კვლავ ნახვის სურვილით, რომ ჩვევად ჰქონდა ყოველთვის თანეტარებინა მისი მისამართი ჯიბეში, სადაც არ უნდა წასულიყო.
მას შემდეგ რაც დაკარგულად გამოცხადდა, ორგანიზებული იქნა საძიებო ოპერაცია. და მასში მონაწილეობდნენ აბინგდონის პოლიციის დეპარტამენტი, ვაშინგტონის ოლქის ვირჯინიას შერიფის ოფისი, ვირჯინიის შტატის პოლიცია, აბინგდონის სახანძრო დეპარტამენტი და ვირჯინიის სოციალური მომსახურების დეპარტამენტი, სხვა უწყებებთან ერთად. მაიკლის ქალიშვილმა კერიმ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ მისმა ოჯახმაც ჩაატარა საკუთარი საძიებო ოპერაციები ბრისტოლის რაიონში, სადაც ისინი ესაუბრნენ უსახლკაროებს იმ იმედით, რომ ვინმეს მაიკლი დაენახა. მან დაამატა, რომ მაიკლი მიჩვეული იყო გრძელ სეირნობებსა და ლაშქრობებს, ამიტომაც შეიძლებოდა საკმაოდ დიდი მანძილი გაევლო მანამ, სანამ შეამჩნევდნენ, რომ ის დაკარგული იყო. მის ოჯახს ახლა უკვე აღარ დარჩა ადგილები საძიებლად და სთხოვეს ყველას, ვისაც რაიმე წინადადება აქვს, სად შეიძლება კიდევ ეძებონ, რომ აუცილებლად გააგებინონ მათ. კერიამ განმარტა, რომ Green Acres-ის მცხოვრებლებს თავისუფლად შეუძლიათ მოსვლა და წასვლა, როცა უნდათ და დაამატა, რომ როცა მაიკლი ადრე მარტო სეირნობდა, პერსონალის წევრს ყოველთვის სწრაფად შეეძლო მისი პოვნა, ვიდა დაწესებულებაში დაბრუნება. ამასობაში დაწესებულებამ ოჯახს ბოდიში მოუხადა მისი გაუჩინარებისთვის, ხოლო მფლობელმა გადაწყვიტა $1000 ჯილდო შესთავაზოს ყველას, ვინც მაიკლის პოვნაში დამხმარე ინფორმაციას მიაწვდის. ცნობილია, რომ მაიკლს ხანმოკლე გამოფხიზლების პერიოდები აქვს და არსებობს შიში, რომ ერთ-ერთ ასეთ მომენტში მას მანქანის მძღოლი წაიყვანა. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ მისი ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ვაშინგტონის ოლქის dispatchers შემდეგ ნომერზე 276-7627. ნომერი 18. როდესაც ვინმე ველურ ბუნებაში დაიკარგება, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ, განსაკუთრებით მაშინ თუ მას არ აქვს საკმარისი მარაგი და აღჭურვილობა, რომ დიდხანს გაძლოს ბუნებაში. ამიტომ 59 წლის რობერტ უირის ოჯახი, ერის ოჯახი სასოც არ კვეთილია ნებისმიერი მინიშნების მისაღებად, თუ სად შეიძლება იყოს ის და ხელისუფლებაც იზიარებს ამ შეშფოთებას. აცხადებენ, რომ მათ ნამდვილად სერიოზული შეშფოთება აქვთ მისი უსაფრთხოების გამო. რობერტი ეროვნული პარკების სამსახურის თანამშრომელია, ამიტომ მას აქვს დიდი გამოცდილება ბუნებაში ყოფნაში. მაგრამ ის ფაქტი, რომ მან ვერ მოახერხა მეგობრებთან და ოჯახთან დაკავშირება, მათ დიდ შფოთვას იწვევს, რადგან მისი მოულოდნელი გაუჩინარება მისთვის სრულიად უჩვეულოა. ცნობილია, რომ 2025 წლის 24 ივნისს რობერტი დროის გატარებას დორიშან ბეის საზოგადოებრივი გამოყენების კაბინაში ატარებდა, რომელიც სკაილაკის ტბასთან ახლოს მდებარეობს. ის სამსახურში არ იყო და გადაწყვიტა თავისი თავისუფალი დრო კაბინაში გაეტარებინა. მისი დედა მოგვიანებით გამომძიებლებს ეთქვის, რომ რობერტმა მას დაურეკა და უჩიოდა, რომ კაბინაში ყოფნა არ სიამოვნებდა. მან აღნიშნა, რომ ალბათ სხვა ადგილს მოძებნიდა, საიდანაც ლაშქრობაში წავიდოდა და თქვა, რომ სავარაუდოდ ზემო კენაის მდინარის მხარეს გადავიდოდა. როგორც კი მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს მას შემდეგ, რაც სამსახურში არ გამოცხადდა, დაიწყო საძიებო ოპერაცია სამძებრო ძაღლების ჯგუფების დრონების, ვერტმფრენების, ნავებისა და რაფების დახმარებით, მაგრამ თავდაპირველად რობერტის კვალს ვერ მიაგნეს. შემდეგ 28 ივნისს მაშველებმა საბოლოოდ პირველი კვალი იპოვეს. რობერტის ზურგჩანთა აღმოაჩინეს ზედაკენაის მდინარის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ის მორების გროვაში გაიჯედა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მან მართლაც განახორციელა თავისი გეგმა და ახალი ბანატის ადგილი მოძებნა. მისი მანქანა 1 ივლისს იპოვეს, მაგრამ მანქანის შრეკისას გამომძიებლებმა ვერაფერი სასარგებლო ვერ აღმოაჩინეს. შემდეგ ზემო კენაის მდინარის მიდამოებში ჩატარდა საძიებო სამუშაოები, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. თუმცა გამომძიებლები აცხადებენ, რომ სჯერათ ის შესაძლოა ისევ იმ ტერიტორიაზე იყოს. ზებნა ოფიციალურად შეწყდა 24 ივნისს, თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომავალში კიდევ გაიმართება კოორდინირებული საძიებო სამუშაოები. ეს სამუშაოები ჩატარდება ეროვნული პარკების სამსახურისა და ალასკის შტატის პარკების მიერ, ალასკის შტატის პოლიციის დახმარებით. რობერტის დედა მას შემდეგ დაიწყო GoFundMe კამპანია, რადგან რობერტის ნივთები და მანქანა სახლში დასაბრუნებელია. ეს ძალისხმევა, როგორც მისი დედა ამბობს, მათთვის დიდ ქანხას მოითხოვს. ამ დროისთვის კამპანიამ $200-ზე ოდნავ მეტი შეაგროვა. მან დაამატა, რომ პრეზიდენტს და თავის შტატის სენატორს ჯერი მორენს წერილი მისწერა თხოვნით, რომ პროფესიონალი მღვინთავები გაეგზავნათ იმ ადგილებში, სადაც რობერტი შეიძლება იყოს, მაგრამ პასუხი არ მიუღია. თუ თქვენ ან ვინმეს ვისაც იცნობთ, გაქვთ რაიმე ინფორმაცია რობერტის საქმეზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ კენაის ეროვნული ველური ბუნების თავშესაფრის შტაბს ნომერზე 907-27-27-021. ნომერი 17. 63 წლის ფრედი ვან ველკენბურგი 2025 წლის მეორე ნახევარში გაუჩინარდა, მაგრამ მისი საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება, რადგან მისი ოჯახი, მეგობრები და სამართალდამცავები ვერ ახერხებენ მის პოვნას. და მათ საზოგადოებას დახმარებას თხოვეს იმ იმედით, რომ მისი საქმე გაიხსნება. იმ წლის ნოემბერში ფრედი ცხოვრობდა პორტ შარლოტში, ფლორიდაში და ბოლოს ის ნახეს, როცა ტოვებდა თავის სახლს, რომელიც Bear Avenue-ზე მდებარეობდა.
მას უნდა დაბრუნებოდა სამსახურში დეკემბრის მეორე რიცხვში, მაგრამ ეს არ გააკეთა. მას შემდეგ, რაც ფრედის ოჯახი შეიტყო მისი გაუჩინარების შესახებ, მისმა დედამ პოლიციას მიმართა და დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეიტანა. და მას შემდეგ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მისი მოსაძებნად, მაგრამ ძალიან მცირე წარმატებით. საინტერესოა, რომ მისმა ცოლმა არ შეატყობინა პოლიციას მისი გაუჩინარების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რობერტი სახლში დაგეგმილ დროს არ დაბრუნდა და არსებობს სერიოზული შეშფოთება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგან რობერტს ყოველდღიურად ინსულინის მიღება სჭირდება. მიჩნეულია, რომ ამ დროისთვის მას ინსულინი უკვე აღარ აქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რობერტი იპოვონ და მიიღოს მისთვის აუცილებელი მედიკამენტი. ხელისუფლების განცხადებით, რობერტის საქმის ზოგიერთი ასპექტი ძალიან უცნაურად გამოიყურება, ხოლო მისმა ვაჟმა დილანმა დაამატა, რომ მამის გაუჩინარება მას საეჭვოდ და მისთვის უჩვეულოდ ეჩვენება. მას შემდეგ, რაც დაკარგული პირის შესახებ განაცხადი გაკეთდა, პოლიციამ ფრედისა და მისი ცოლის სახლი გაჩხრიკა და იქ იპოვეს მისი საფულე, მანქანა და გასაღებები, ასევე მობილური ტელეფონი. უცნობია, რატომ დატოვებდა სახლს ამ ნივთების გარეშე, განსაკუთრებით ტელეფონის გარეშე, რადგან ჩვეულებრივ ის ოჯახთან კონტაქტს ყოველთვის ინარჩუნებდა. თუ ტელეფონი თან ექნებოდა, მისი გადაადგილების კვალის პოვნა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია. ხელისუფლებამ რამდენიმე ძებნა ჩაატარა ვეტერანთა პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ეჯოთერთან ახლოსაა, მაგრამ ძებნის ძაღლების გამოყენების მიუხედავად არანაირი კვალი არ აღმოაჩინეს. უნდა აღინიშნოს, რომ ფრედის გაუჩინარების შემდეგ ცვილის სახლში წერილი იპოვეს, მაგრამ პოლიციამ არ გაამჟღავნა რა ეწერა მასში, ან იყო თუ არა მისი ავტორი თავად ფრედი. ბოლოს რომ ნახეს, ის თავის სახლთან ახლოს ბეარის ავენიუზე მიდიოდა, მაგრამ ამის შემდეგ მისი გადაადგილება უცნობია. დილანი გაკვირვებული იყო, როცა ადგილობრივი შერიფის ოფისიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ იმ დროისთვის მამამისი უკვე 3 დღე იყო დაკარგული. მისმა ბიძამ რენდიმ საბოლოოდ შეიტანა განცხადება დაკარგულ ადამიანზე და უცნობია, რატომ ვერ გააკეთა ეს ფრედის ცოლმა, როცა ის სახლში არ დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გაუჩინარება ოჯახისთვის საეჭვოდ ჩანს, პოლიცია აცხადებს, რომ ფრედის საქმეში დანაშაულებრივ ქმედებას არ ეჭობენ და არ ფიქრობენ, რომ დანაშაულებრივი კვალი იკვეთება. ყველას, ვისაც ფრედი უნახავს, ან რაიმე ინფორმაცია აქვს მის საქმეზე, სთხოვენ დაუკავშირდეს შარლოტის ოლქის შერიფის ოფის ნომერზე 9463920101. ნომერი 16. 69 წლის ადებ ედი როჰანა კარგად არის ცნობილი ვესტალის საზოგადოებაში, ჩენანგოში, ნიუ-იორკი. მის გაუჩინარებამდე ის ამ რაიონში 3 წელი ცხოვრობდა, ხოლო მისი ბიზნესი, მეორადი ავტომობილების დილერობა სახელად Cars R Us, ამ ტერიტორიაზე 20 წლის განმავლობაში არსებობდა. ამიტომ მისი მოულოდნელი და აუხსნელი გაუჩინარება საზოგადოებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, მაგრამ მიუხედავად მათი და გამომძიებლების ყველა მცდელობისა, მისი პოვნა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. პოლიციამ ახლა სთხოვა ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს მის საქმეზე, გამოჩნდნენ, რათა ადიბის 5 შვილმა საბოლოოდ იპოვონ პასუხები, რომელსაც ეძებენ. ადიბი ბოლოს დაახლოებით შუადღისას ნახეს 2025 წლის 11 იანვარს, როცა ის თავის ავტოსალონში იმყოფებოდა, რომელიც Upper Front Street-ზე მდებარეობს. მისი ოჯახი მაშინ შეშფოთდა, როცა იმ დღეს სახლში არ დაბრუნდა და როცა 14 იანვრამდეც არ ჰქონდათ მისგან ხმა, გადაწყვიტეს პოლიციაში დაერეკათ და დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეეტანათ. გამოძიების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო მისი სატელეფონო ჩანაწერების შემოწმება და გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ადიბის ტელეფონი განახლდა საღამოს 6 საათზე. მისი გაუჩინარების დღეს, მაშინ როცა ტელეფონი ავტოსალონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონი გამოირთო და მას შემდეგ აღარ ჩართულა. მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახმა ემოციური მიმართვა გააკეთა საზოგადოებასთან, რამდენიმე მინიშნება მიიღეს და შეამოწმეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეხმარა ადიბის პოვნაში. დეტექტივებმა ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია დეტალურად შეისწავლეს, რათა აღედგინათ დაკარგული მამაკაცის გადაადგილება, მას შემდეგ, რაც მან ავტოსალონი დატოვა. მაგრამ არანაირი გამოსადეგი სათვალთვალო კამერის ჩანაწერი არ აღმოჩნდა და კვლავ უცნობია, საკუთარი ნებით წავიდა თუ რაიმე დანაშაულის მსხვერპლი გახდა. გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ ვესტალის საზოგადოებაში ვიღაცას ნამდვილად აქვს ინფორმაცია, რა დაემართა ადიბს, მაგრამ ისინი არ გამოვიდნენ წინ და გამოძიება ჩიხში შევიდა, რადგან სხვა კვალი არ აღმოჩნდა. იმისათვის, რომ ვინც გამოსადეგ ინფორმაციას ფლობს, წინ გამოვიდეს, მისმა ოჯახმა დააწესა $20,000 ჯილდო ყველასთვის, ვინც პოლიციას ადიბ-ადიბის პოვნაში დაეხმარება. მაგრამ ამ დიდი ჯილდოს მიუხედავად, არავინ გამოვიდა მსგავსი ინფორმაციით. ყველა ვინც ადები ნახა, ან შეუძლია პოლიციას მისი პოვნაში დაეხმაროს, უნდა დაუკავშირდეს ბრუმის ოლქის შერიფის ოფისის ცხელი ხაზ ნომერზე 607896. ნომერი 15.
არსებობს სერიოზული შეშფოთება 36 წლის ერიკ თომას პუტნამის კეთილდღეობაზე, რომელიც 2025 წლის 4 აპრილიდან დაკარგულია. გამომძიებლებმა გაავრცელეს მისი საქმის შესახებ, რაც შეიძლება მეტი დეტალი და ზოგიერთი დეტალი ძალიან შემაშფოთებელია. ერიკი ფლორიდის ქალაქ ოკალადან არის და როდესაც ის გაუჩინარდა, მუშაობდა Marion Pneumatics and Hydraulics-ში, რომელიც მდებარეობს Magnolias Avenue-ზე. ის იქ ნახეს სამუშაო ცვლაში იმ დღეს, როდესაც გაუჩინარდა და მას შემდეგ არც ერთ მის თანამშრომელს არ უნახავს და არაფერი სმენიათ მისგან. ერიკის საქმეში ძალიან ცოტა დეტალია ცნობილი, მაგრამ ცნობილია, რომ მისი უსაფრთხოების შესახებ სერიოზული შეშფოთებაა იმ ინიშნებების გამო, რომლებიც აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ის უკვალოდ გაუჩინარდა. 7 ივლისს 3 თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს, მისმა დედამ რებეკა სანჩესმა მიიღო ზარი ვირაცისგან, ვინც მისი მანქანა შენიშნა, მაგრამ მათ მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ მხოლოდ კიდევ უფრო გაამძაფრა შეშფოთება ერიკის უსაფრთხოების გამო. მათ აცნობეს, რომ მისი მანქანა დაწვეს, სანამ აღმოაჩენენ ორლანდოში, აღმოსავლეთ ანდერსონის ქუჩა 1224-ში და რომ ის გაიყვანეს იქიდან მანამდე, სანამ გამოძიების ჯგუფი შეძლებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. არსებობს ვარაუდი, რომ ვიღაცა მანქანას ცეცხლი წაუკიდა, რათა გაენადგურებინა შესაძლო მტკიცებულებები, მაგრამ ეს მხოლოდ თეორია, რადგან დანაშაულის სხვა ნიშნები არ აღმოჩენილა. მისმა ოჯახმა მიმართა Marion County-ის საზოგადოებას თხოვნით, რომ ვინც კი იცის იმ დღეს რა დაემართა მას, დაუკავშირდეს პოლიციას დაუყოვნებლივ. ის ადგილი, სადაც მისი მანქანა იპოვეს, საფუძვლიანად შეამოწმეს მტკიცებულებების მოსაძებნად, მაგრამ არაფერი გამოსადეგი არ აღმოაჩინეს. არავის უნახავს ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამიტომ უცნობი დარჩა, იყო ეს განზრახ გაკეთებული, თუ მანქანას უბრალოდ ელექტროპრობლემები ჰქონდა, რამაც ცეცხლი გაუჩინა. გარდა ამისა, უცნობია იყო თუ არა ერიკი ადგილზე, როცა ხანძარი გაჩნდა, დატოვა თუ არა მან ტერიტორია ფეხით ან მანქანით, ან კი ძალით წაიყვანეს მიზეზებით, რომლებიც ჯერ კიდევ უცნობია. ვინც იცის, რატომ დაიწვა ერიკის მანქანა, ან ვისაც სურს მისი ნახვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, უნდა დაუკავშირდეს მერიონის ოლქის შერიფის ოფისს, ნომერზე 3 52 7 3 2 8 1 8 1. ნომერი 14. 27 წლის ტინა ნორეს გასწვის უჩვეულო არ არის, რომ დრო და დრო დატოვოს ოჯახური სახლი ლოურენსვილში, ჯორჯიაში, მაგრამ ყოველთვის ბრუნდებოდა ერთ ან ორ დღეში. მისი ოჯახის თქმით, 2025 წლის 1 მაისს მისი გაუჩინარება მათთვის დიდი შეშფოთების მიზეზი გახდა, რადგან მას შემდეგ ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება. მისმა ნახევარდამ, ნატიფა ჩარლზმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და ტინას ოჯახის დანარჩენი წევრები ელოდნენ, რომ ტინა იმ დღეს ან მეორე დღეს დაბრუნდებოდა, მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა. და ისინი უფრო მეტად შეშფოთდნენ მისი უსაფრთხოების გამო. მან სახლი დატოვა 1 მაისის შუადღეს და აღინიშნა, რომ მასთან ჰქონდა რამდენიმე პირადი ნივთი. მან არ უთქვამს, სად მიდიოდა ან რა გეგმები ჰქონდა, რის გამოც გამომძიებლებს რთული ამოცანა დაეკისრათ. გაერკვიათ ნებაყოფლობით გადაწყვიტა თუ არა სახლიდან შორს დარჩენა, თუ მას რაიმე არასასიამოვნო შეემთხვა. მისმა მეგობრებმა და ოჯახმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ის არასოდეს მიატოვებდა თავის ორ შვიდს და მიაჩნიათ, რომ მისი ხანგრძლივი გაუჩინარება მისთვის სრულიად უჩვეულოა. მას შემდეგ, რაც დაკარგული პირის საქმე გაიხსნა, გამომძიებლებმა დეტალურად შეისწავლეს თაინას საბანკო ანგარიში და სატელეფონო ჩანაწერები, თუმცა არც ერთ მათგანში არ დაფიქსირებულა არანაირი აქტივობა იმ დრიდან, რაც ის გაუჩინარდა. შემდეგ მათ დეტალურად შეისწავლეს მისი სოციალური მედიის ანგარიშები, რაიმე მტკიცებულების საპოვნელად, მაგრამ ვერაფერი იპოვეს და არც ერთი მათგანი იმ დრიდან აღარ გახსნილა. ცნობილია, რომ ის ფეხით გაემართა გრეისონის გზატკეცილზე, რადგან უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს, როგორ დააგირავა თავისი ტელეფონი ნაღდი ფულის სანაცვლოდ იმ ტერიტორიაზე. ამან ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვა, მაგალითად, რატომ დასჭირდა ფული და ჰქონდა თუ არა განზრახვა, დაეტოვებინა ეს ტერიტორია და აღარ დაბრუნებულიყო, ისე რომ არც ერთ ახლობელს არ გაეგო ამის შესახებ. როდესაც ოჯახს ამ ტრანზაქციის შესახებ აცნობეს, მათ განაცხადეს, რომ ტინას წარსულში ჰიუსტონში გადასვლაზე უსაუბრია, ხოლო გამომძიებლები ლორენსვილის რაიონის პოლიციასთან თანამშრომლობენ, თუ ტინა იქ გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია თითქოს იმას მიუთითებს, რომ ტინა საკუთარი სურვილით წავიდა, მისი ოჯახი მაინც დარწმუნებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წარსულშიც წასულა, იმ შემთხვევებში ყოველთვის შვილები თან მიყავდა და ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა დანაშაულის მსხვერპლი გახდა. საინტერესოა, რომ მისი გაუჩინარება ოჯახმა მაშინვე არ აცნობა პოლიციას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 4 დღე იყო გასული მისი გაუჩინარებიდან, მისმა თანაცხოვრებელმა შეყვარებულმა გადაწყვიტა, რომ სამართალდამცავებისთვის მიემართა და მან არ განმარტა, რატომ დაელოდა ასე დიდხანს, სანამ ზომებს მიიღებდა. მაგრამ გამომძიებლები აცხადებენ, რომ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ რაიმე დანაშაულებრივი ხდებოდა, რადგან დაკარგული პირის ყოველი საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება.
Lawrence Willisსა და Houston-ის მოსახლეობას სთხოვეს Tynastris თვალი ეჯიროთ და ნებისმიერი მისი დანახვის შემთხვევაში აცნობონ შესაბამის ორგანოებს. თუ იცით სად არის Tyna, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რაც შეიძლება დაეხმაროს მის საქმეს, გთხოვთ დაუკავშირდეთ Lawrence Willis პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 7-7-005-05-07 და მიუთითოთ საქმის ნომერი 2505090. სამეტე ნომერი 26 წლის Ashley Moore კვლავ დაკარგულად ითვლება, მიუხედავად მისი ოჯახის და გამონძიებლების ყველა მცდელობისა, რომ იპოვონ იგი. 2025 წლის სექტემბერში Ashley ცხოვრობდა Hartwellში, ოჰაიოში. ბოლო ჯერ იგი იქ ნახეს დაახლოებით 10 სექტემბერს და მას შემდეგ, რაც Ashley-მ შეწყვიტა მათთან კომუნიკაცია, მისი ოჯახი და მეგობრები სულ უფრო მეტად ღელავენ მის მდგომარეობაზე. მათ არ გაუმჟღავნებიათ, რატომ ფიქრობენ ასე, მაგრამ მისმა ოჯახმა გამონძიებლებს უთხრა, რომ Ashley-ს შესაძლოა ლას-ვეგასში გამგზავრება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ გეგმავდა თუ არა იქ სამუდამოდ გადასვლას, თუ სხვა მიზეზით აპირებდა წასვლას. როდესაც Ashley დაგეგმილ დროს სახლში არ დაბრუნდა, მისმა ოჯახმა ყველა იმ ადამიანს დაუკავშირდა, ვისთანაც Ashley დროს ატარებდა. იმ შემთხვევაში თუ ვინმეს ან იცოდა მისი გეგმების შესახებ, მაგრამ ისინი ისეთივე შოკში იყვნენ, როგორც ოჯახი, როცა გაიგეს, რომ Ashley დაკარგული იყო. მას შემდეგ Ashley-სთან დაკავშირების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ვარაუდობენ, რომ მისი ტელეფონი ან გამორთულია, ან ბატარეა დაუჯდა. ეს ნიშნავს, რომ მისი ტელეფონის გამოყენებით მისი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს როგორც გამონძიებლებში, ისე მის ახლობლებში. მათ დაამატეს, რომ შესაძლოა Ashley მართავდეს Nissan Sentra-ს, რომელსაც დროებითი სანომრე ნიშნები აქვს დამაგრებული. როგორც ხშირად ხდება დაკარგული ადამიანების შემთხვევებში, მისმა ახლობლებმა განაცხადეს, რომ Ashley არასდროს რჩება კონტაქტის გარეშე ამდენი ხნით, როგორც ამჯერად, და ისინი შეშფოთებულები არიან, რომ შესაძლოა მას რამე შეემთხვა ლას-ვეგასში მოგზაურობისას. ჯერ კიდევ უცნობია, მარტო მოგზაურობდა თუ ვინმესთან ერთად და მას შემდეგ, რაც დაკარგულად გამოცხადდა, არავინ გამოჩენილა, რომ ეთქვა, რომ Ashley უნახავს. ბოლო ადამიანი, ვინც Ashley-ს ესაუბრა, იყო მისი ბებია, რომელმაც სექტემბერში შეძლო მასთან დაკავშირება, თუმცა არ გაუმჟღავნებია, რაზე ისაუბრეს. მისმა საყვარელმა ადამიანებმა არაერთი მიმართვა გაავრცელეს სოციალურ ქსელებში იმ იმედით, რომ ვინმე მიაწვდიდა ინფორმაციას მის ადგილსამყოფელზე, თუმცა დღემდე ასეთი ინფორმაცია არ მიუღიათ. მას შემდეგ მათ შექმნეს ფლაიერი, რომელშიც აღწერილია მისი გაუჩინარების გარემოებები და ის განთავსებულია სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ასევე თან ერთვის მოწოდება, რომ ვინც Ashley ნახა, დაუკავშირდეს პოლიციას. 4 თვის შემდეგ, რაც Ashley-ს საქმე გაიხსნა, გამონძიებლები კვლავ აგრძელებენ მტკიცებულებების ძიებას იმის გასარკვევად, სად შეიძლება იყოს ის და პირობას დებენ, რომ ყველა მიღებულ ინფორმაციას გადაამოწმებენ, რათა მისმა ოჯახმა საბოლოოდ მიიღოს პასუხები. თუ თქვენ ან ვინმემ ვისაც იცნობთ, Ashley ნახეთ გთხოვთ, დაუკავშირდეთ Cincinnati-ის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 513 569 8600. ნომერი 12. გასაოცარია, რამდენი ადამიანი კარგავს სიცოცხლეს ყოველწლიურად უაზრო ძალადობის გამო, რომელშიც ისინი საერთოდ არ მონაწილეობდნენ. ზუსტად ეს დაემართა 26 წლის Cole Lapovskis, რომელმაც სიცოცხლე დაკარგა 2025 წლის 29 ივნისს და მისი თავდამსხმელი ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული. Toledo's, Ohio's პოლიციამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ღამეს ისინი გამოიძახეს მისამართზე Lincolnshire Boulevard-ზე, სადაც მოწმე იუწყებოდა, რომ ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და ამ პროცესში უდანაშაულო გამლელი დაჯრა. როდესაც გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ კოული მიწაზე დაგდებული ნახეს და დადგინდა, რომ მას თავში ერთი გასროლით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. მას ადგილზე დახმარების გაწევის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა და კოული გარდაიცვალა. შემდგომში გაერკვა, რომ კოული და მისი საცოლე სახლში ბრუნდებოდნენ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ Taco Bell-ის რესტორანში იყვნენ. როდესაც ისინი აღნიშნულ სახლს მანქანით ჩაუარეს, ვიღაცამ უცნობი მიზეზით ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლა და კოული დაიჯრა. შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისამართზე, რომელიც Airbnb-ია, რამდენიმე ადამიანი წვეულებას მართავდა და მათ სჯერათ, რომ სტუმრებს შორის 2 ან მეტ ბიჭს შორის კამათი დაიწყო. კამათი ძალადობაში გადაიზარდა და რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც კოული დაიჯრა. მეზობელმა განაცხადა, რომ წვეულების დაწყებამდე მის კარზე ქალი მივიდა და აცნობა, რომ იმ დღეს მოგვიანებით მეზობლად წვეულებას გამართავდა. მან დაამატა, რომ რამდენიმე საათში 150-მდე ადამიანი შეიკრიბა და ქუჩაზე გალვა შეუძლებელი გახდა, რადგან წვეულება გზაზე გადავიდა. ცხადი იყო, რომ წვეულების მონაწილეებს ბევრი ალკოჰოლი ჰქონდათ დალეული, რადგან პოლიცია მოგვიანებით დაბრუნდა და რამდენიმე მიტოვებული მობილური ტელეფონი აიღო.
გამომძიებლებს მოგვიანებით აცნობეს, რომ მეორე მამაკაცი საავადმყოფოში მივიდა მას შემდეგ, რაც მას დაარტყეს და დადგინდა, რომ ისიც წვეულებაზე დაშავდა, სავარაუდოდ იმავე თავდამსხმელის მიერ და სრულად გამოჯანმრთელდა. იმის გამო, რომ ინციდენტის დროს ამდენი ადამიანი იმყოფებოდა, ვიღაცამ წვეულებაზე აუცილებლად უნდა დაინახა, ვინ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღი. მაგრამ ჯერ არავინ გამოსულა წინ, ან იმიტომ, რომ დამნაშავეს იცავენ, ან იმიტომ, რომ ეშინიათ, რომ მათზე შურს იძიებენ. დამატებითი ინფორმაცია მიღებული არ არის და პოლიციამ სთხოვა ყველას, ვინც იმ ღამეს წვეულებაზე იმყოფებოდა, ან ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს თავდამსხმელზე, გამოვიდეს წინ, რათა კოლის საქმეში სამართლიანობა აღსრულდეს. თავდასხმის შემდეგ კოლის მშობლებმა არამართულ ზომიერი სიკვდილის გამო სარჩელი შეიტანეს ჯენიფერ ვოლფის, Airbnb-ის მფლობელის წინააღმდეგ. მათ განაცხადეს, რომ მან სათანადო სიფრთხილე არ გამოიჩინა წვეულების ორგანიზებისას და რომ ის ირიბად იყო პასუხისმგებელი კოლის სიცოცხლის დაკარგვაზე. მათ განაცხადეს, რომ ვოლფმა ვერ გააკონტროლა წვეულების მასშტაბი, რომელიც კოლის სახლთან ახლოს ტარდებოდა. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ მან ვერ უზრუნველყო წვეულების მონაწილეთა და მინდებარე საზოგადოების უსაფრთხოება და მიაჩნიათ, რომ მათ ეკუთვნით $25 მილიონი კომპენსაცია და დამატებით $10 მილიონი სადამსჯელო ზიანის ანაზღაურებად. თუ იცით, ვინ არის პასუხისმგებელი კოლის სიცოცხლის შეწყვეტაზე, ან შეგიძლიათ პოლიციას მიაწოდოთ რაიმე სასარგებლო ინფორმაცია მის საქმეზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ Crime Stoppers ნომერზე 4-19-25-51-11 ნომერზე 4-19-25-51-11 ნომერი 11. უცნაური შემთხვევა დაიწყო ფილადელფიაში 2025 წლის დეკემბერში, როდესაც ევაკუატორის მძღოლს თავს დაესხნენ, როცა ის სამსახურში იყო. ინციდენტი დასრულდა იმით, რომ მძღოლმა სიცოცხლე დაკარგა, მაგრამ მომდევნო თვეში საქმე კიდევ უფრო გართულდა, რადგან კიდევ ორი მსგავსი თავდასხმა მოხდა. 2025 წლის 22 დეკემბერს 20 წლის დავით გარსია მორალესი მუშაობდა 448 Towing and Recovery Company-ში და მართავდა კომპანიის ერთ-ერთ თეთრ ევაკუატორს. უცნობი მიზეზების გამო ვიღაც მიუახლოვდა ევაკუატორს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც დავითს ესროლეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს. როდესაც გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ დავითი მის ევაკუატორში ჯერ კიდევ ცოცხალი იპოვეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობდნენ, მაგრამ დეკემბრის 26-ში მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ამასობაში პოლიციამ დაიწყო მტკიცებულებების მოძიება მისი მანქანის გარშემო და მათ იპოვეს ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს მუქი ლურჯი Jeep Grand Cherokee, რომელსაც თავდამსხმელი მართავდა. სურათი საზოგადოებას გააცნეს და აღნიშნეს, რომ მანქანას დაზიანებული ჰქონდა ლუკი და უკანა ფანჯარა. სამი კვირის შემდეგ კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა 25 წლის არონ უიტფილდზე, რომელიც იმავე ევაკუატორის კომპანიაში მუშაობდა. ის და მისი შეყვარებული მის სატვირთო მანქანაში ისხდნენ ბასელტონისა და ნორთის ქუჩების გადაკვეთაზე, როდესაც ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღით მათზე თავდასხმა განახორციელა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერმა აჩვენა, რომ ნაცრისფერი სედანი მიუახლოვდა სატვირთოს, სანამ შიგნით ყოფმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი არ ამოიღო და ადამიანების მიმართულებით არ გაისროლა. შემდეგ მანქანები სწრაფად გაეცალნენ ადგილს და გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული თავდასხმა. აღნიშნული მანქანა საბოლოოდ იპოვეს და მტკიცებულებებისთვის შეამოწმეს. იმედი აქვთ, რომ თავდამსხმელებმა იქ დნმ ან ანაბეჭდები დატი დატოვეს, რაც მათ იდენტიფიცირებაში და დაკავებაში დაეხმარება. სამწუხაროდ არონმა თავდასხმა ვერ გადაიტანა, მაგრამ მისი შეყვარებული, რომელსაც ფეხზე ჰქონდა დაზიანება მიღებული, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ელიან, რომ სრულად გამოჯანმრთელდება. რადგან ესეთი მოკლე პერიოდში ორი მსგავსი თავდასხმა მოხდა, პოლიცია იძიებს, უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს. ისინი ასევე იძიებენ მესამე შემთხვევას, რომელიც მოხდა 2025 წლის 23 ნოემბერს, როდესაც 26 წლის არონ სმით სიმსზე განხორციელდა თავდასხმა. იმ დროს არონი მუშაობდა დამკვირვებლად ევაკუატორის მძღოლებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მას ევალებოდა ევაკუატორის მძღოლებისთვის შეეტყობინებინა უბედური შემთხვევების შესახებ, რათა ისინი სწრაფად მისულიყვნენ ადგილზე და დახმარება გაეწიათ. მას შემდეგ, რაც არონს თავს დაესხნენ, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გარკვეული დროის განმავლობაში იმედი ჰქონდათ, რომ გადარჩებოდა, მაგრამ ის გარდაიცვალა 2026 წლის 4 იანვარს. ამ შემთხვევებში სამივე მსხვერპლი ერთსა და იმავე ევაკუატორის კომპანიაში მუშაობდა. და რადგან მათზე თავდასხმები ძალიან გავდა ერთმანეთს, ვარაუდობენ, რომ ვიღაცა, ვისაც ამ ბიზნესის მიმართ წყენა აქვს, ახორციელებს ამ თავდასხმებს, თუმცა ეს ჯერ კიდევ დაუნტკიცებელია. პოლიციამ ასევე მიანიშნა, რომ ეს შეიძლება რაიონში მიმდინარე ტერიტორიული დაპირისპირების ნაწილი იყოს. წარსულში ფილადელფიაში ევაკუატორების კომპანიებს შორის უთანხმოებები ჰქონდათ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თითოეულ კომპანიას უნდა დაეფარა. ზოგ შემთხვევაში ეს დაპირისპირებები ძალადობრივადაც დასრულებულა.
ამ დროისთვის არც ერთი მოწმე არ გამოჩენილა და მიუხედავად ნაპოვნი სათვალთვალო კამერების ჩანაწერებისა, ეჭვმიტანილები ჯერ არ იდენტიფიცირებულან. ვინც ამ თავდასხმებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობს, სთხოვენ დარეკონ ნომერზე 2156 868477 და მიაწოდონ ინფორმაცია. ნომერი 10. ჩილეს საზღვრებსა და სამხრეთ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში მდებარეობს კუნძული, რომელიც გამორჩეულია ფერადი ისტორიითა და ძეგლებით, რომლებიც ამ ისტორიას ადასტურებს. რომლებიც ასევე ცნობილია როგორც აღდგომის კუნძულის თავები. კუნძულის ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ისინი შექმნეს ადრეულმა რაპა-ნუის ხალხმა, ხოლო 1995 წელს ისინი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. ექსპერტებს შორის კვლავ გრძელდება დებატი იმის შესახებ, თუ კუნძულის მოსახლეობა ამ კუნძულზე პირველად როგორ მოხდა. მსგავსი დებატი არსებობს იმაზეც, თუ როგორ გაქრნენ ისინი საბოლოოდ იქიდან. რამდენადაც გვახსოვს, აღდგომის კუნძულის კოლაფსი ერთ მიზეზს მიეწერებოდა ეკოციდს. ეკოციდის ჰიპოთეზა ყველაზე ცნობილად რაპა-ნუისთანაა დაკავშირებული და შეიძლება გამოყენებულ იქნას ამჟამინდელი კლიმატური მდგომარეობის აღსაწერადაც. თეორია ვარაუდობს, რომ საზოგადოების კოლაფსის მიზეზი იყო გარემოს განადგურება, რომელიც მათ საკუთარი ხელით გამოიწვიეს. ზედმეტი მოხმარება ამტკიცებენ ზოგიერთი ექსპერტი. ტყეების გაჩეხვა მოაის მშენებლობისთვის, ნიადაგის ეროზია ზედმეტი გამოყენების გამო, რაც შიმშილობას იწვევდა, შინაგანი კონფლიქტები, რომლებიც ომში გადაიზარდა და საბოლოოდ ექსპერტების თქმით საზოგადოების დაშლა. ეკოციდი, ამბობდნენ ისინი, იყო კოლაფსის მიზეზი. რაპა-ნუის მოსახლეობამ საკუთარი თავი გაანადგურა რესურსების ამოწურვითა და ტევადობის გადაჭარბებით. ეხლა ყველაფერი რაც ვიცოდით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. არსებული თეორია აღარ დომინირებს, რადგან სულ რაღაც ერთი თვის წინ ტექნოლოგიამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა სარგებლიანობა. მოშორებული კუნძულის 15 ყოფილი მცხოვრები ლაბორატორიულ საცავში დიდი ხანია ინახება, ახალი საშუალებების მოლოდინში, რათა მეტი საიდუმლო და გამოცანა გაიხსნას. და ისინი იდეალური კანდიდატები იყვნენ, რომ ისტორია თავიდან დაეწერათ ისე, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. ერთ-ერთი ბოლო მიღწევა გენომების სეკვენირებაა, რაც მკვლევრებს საშუალებას აძლევს მეტი გაიგონ დნმ-ის შესახებ და ახლა ის გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რა მოხდა სინამდვილეში. 15 მაცხოვრებლის დნმ-ის ანალიზით, ექსპერტები ვერ იპოვიდნენ გენეტიკური შევიწროების ნიშნებს, რაც სწრაფი მოსახლეობის შემცირების შესაბამისი იქნებოდა. არქეოლოგიური მონაცემებისა და რადიოკარბონული დათარიღების ანალიზით ასევე დადგინდა, რომ როგორც უმეტესობა უძველესი მოსახლეობებისა, რაპა-ნუი მცირე რაოდენობით დაიწყო და საუკუნეების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა, ინარჩუნებდა 3-დან 4,000-მდე მოსახლეობას. საზოგადოება იყენებდა ქვის ბაღების ტექნიკას, რაც ეხმარებოდა ვულკანური ნიადაგის მართვაში. მაგრამ 1860-იან წლებში მათი რაოდენობა მოულოდნელად ძალიან სწრაფად შემცირდა. და რა ხდებოდა 1860-იან წლებში? მონობა, დასავლეთისკენ გაფართოება, ნაციონალიზმი, ტერიტორიების წართმევა, რეფორმები, მასაკრები და სამოქალაქო ომები. ამ ფაქტორების შესწავლით და მკვლევართა მიერ შეგროვებული მონაცემების გამოყენებით, მალე გაირკვა, რომ ეკოციდი ნამდვილად არის კოლაფსის მიზეზი. იმ 10 წელში პერუდან მონათა მონადირეები ჩამოვიდნენ კუნძულზე და რაც შეიძლება მეტი, რაპა-ნუის მცხოვრები წაიყვანეს თავიანთ ნავებში. იმ დროისთვის, როცა ისინი კუნძულიდან წავიდნენ, საზოგადოების 1/3 უკვე აღარ იყო. ეს აშკარად არ იყო კოლაფსი. ექსპერტების თქმით, მოსახლეობის კოლაფსი ნიშნავს 80-დან 90%-მდე შემცირებას გარკვეულ პერიოდში და არამკისიერ განადგურებას. მაგრამ ეს მაინც მხოლოდ მოსახლეობის 1/3-ია. სად წავიდნენ დანარჩენი რაპა-ნუის წარმომადგენლები? გენომებმა გამოავლინეს აღდგომის კუნძულის მოსახლეობის ყველაზე დიდი საიდუმლო. მათ ჰქონდათ კონტაქტი ამერიკის მკვიდრებთან. აღმოჩნდა, რომ კოლუმბის ამერიკაში ჩასვლამდე აღდგომის კუნძულის მოსახლეობამ ოკეანე გადაკვეთა და სამხრეთ ამერიკაში ჩავიდა, სადაც მათი გენები შერწყმული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის გენებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოჩენა ახლახანს გაკეთდა, ეს სრულად გასაკვირი არ არის. ზეპირი გადმოცემები დიდი ხანია ხვებიან აღდგომის კუნძულისა და ამერიკელი აბორიგენების ისტორიას, ხოლო თკბილი კარტოფილის არსებობა კუნძულზე მიუთითებდა ვაჭრობაზე ევროპელებთან კონტაქტამდე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი და საზოგადოებაც კი არ ჩქარობს უარი თქვას მცდარ ნარატივზე, მტკიცებულება გენომებსა და დნმ-ში აშკარად ჩანს. ნომერი 9. ეს დაიწყო ისეთი უბრალო რამით, როგორიც ლაშქრობაა. ორი მეგობარი წავიდა ველურ ბუნებაში, ელოდნენ ბუნებასთან ურთიერთობას და დასვენებას, მაგრამ ამის ნაცვლად მათ ისეთი აღმოჩენა გააკეთეს, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში არ მოასვენებდათ. ამის შემდეგ ლაშქრობები შფოთვისა და შიშის გარეშე აღარ ყოფილა.
2015 წლის 9 იანვარს არაფრის მომლოდინე მოლაშქრეები აღმოჩნდნენ Puerto de Somiedos გარეთ, ესპანეთის ქალაქთან, რომელიც ცნობილია თავისი მთის ბილიკებითა და Somiedos ეროვნული პარკით. მაგრამ ეს ქალაქი სხვა მიზეზით გახდებოდა გამორჩეული. მათ ლაშქრობისას ორ მოგზაურს ისეთი რამ შეხვდა, რასაც არასდროს ელოდნენ. სხეული. ვიწრო ნაკადულთან ახლოს იდოს საბანი, რომელსაც საეჭვო და გაურკვეველი ფორმა ჰქონდა, რაც შემდგომ გამოკვლევას საჭიროებდა. როცა ისინი მიუახლოვდნენ, მძაფრმა სუნმა ისინი უკან დაახევინა და ადგილობრივ პოლიციაში დარეკვა გადააწყვეტინა. ოფიცრები ადგილზე მივიდნენ და ფენების ახდას შეუდგნენ, რის შედეგადაც ქვემოთ ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილს ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების არ ქონის გამო, Somiedos კაცი უწოდეს და მალევე გადაასვენეს მორგში აუტოპსიის ჩასატარებლად. კაცის სხეულს ერთი ფეხი აკლდა, რაც, როგორც ვარაუდობენ, ლეშის მჭამელმა ცხოველებმა წაიღებ მას. ასევე დადგინდა, რომ მიუხედავად გამოჩენილი ნეკნებისისა, მას ცხოვრების უმეტეს ნაწილში საკვები საკმარისად ჰქონდა მიღებული. მისი წვერულვაში მოვლილი ჰქონდა, ხოლო კანი სიცოცხლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღებით იყო მოუარებული. Somiedos კაცი ასევე დეფორმირებული იყო. მას ჰქონდა პატარა თავი, გრძელი კიდურები და თითები, ზურგზე კუზი და წამოწეული მკერდის ძვალი. DNA-ის ანალიზმა სწრაფად დაადგინა, რომ მას კახექსიური სინდრომი ჰქონდა, რაც ნიშნავდა, რომ ის ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად ცხოვრებას და მუდმივი მოვლა სჭირდებოდა. დაასკვნეს, რომ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, გარდაცვლილს სავარაუდოდ მინიმუმ ერთი მზრუნველი მაინც ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ უცნობი პიროვნება საბანში იყო გახვეული და ნაკადულის პირას იყო მოთავსებული, პოლიციამ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. არ არსებობდა ძალადობის, მოწამვლის ან სხვა ბოროტი განზრახვის რაიმე მტკიცებულება. სამედიცინო ექსპერტმაც დაასკნა, რომ მისი ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს, პოლიცია ფიქრობდა, რომ მის ოჯახს მალე იპოვიდნენ. ქაკას სინდრომი იშვიათია და ამ კაცის ფიზიკური ნიშნები ადვილად ამოსაცნობი იქნებოდა თუ აღწერდნენ. ამიტომ გამომძიებლები უახლოეს ქალაქში გაემართნენ, დარწმუნებულები, რომ ვინმე გამოჩნდებოდა. მაგრამ უცნაურია, რომ არც ერთმა მცხოვრებმა ვერ იცნო ის აღწერილობები, რაც მათ მისცეს. პოლიციამ ძებნა მეზობელ ქალაქებშიც გააფართოვა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ვერავინ იპოვეს, ვინც მის აღწერილობას შეესაბამებოდა, არც ერთი საავადმყოფოს ჩანაწერებში და არც საცხოვრებელ დაწესებულ ეწესებულებებში. მთელი მუნიციპალიტეტის დაბადების ჩანაწერებიც კი ყურადღების ცენტრში მოექცა, ისევ როგორც სოფლის ბები-აქალების ძებნა, რომლებიც შესაძლოა მის დაბადებისას იქ იყვნენ. მაგრამ არაფერი აღმოჩნდა და კითხვა კვლავ დარჩა, ვინ იყო Somiedos კაცი. 2024 წლის ოქტომბერში საქმეში პირველი გარღვევა მოხდებოდა, მაგრამ ამას ჯერ არავინ იცოდა. ეს დაიწყო ორი ადამიანის, და ძმა ენრიკეს და ენრიკეტას დაპატიმრების ორდერით. მათ ევალებოდათ სასამართლოში გამოცხადება სავალდებულო შეფასებისთვის, მათი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმისთვის, რომელსაც ისინი უვლიდნენ. მაგრამ და-ძმამ გადაწყვიტა არ გამოცხადებულიყო სასამართლოში ხელახალი შეფასებისთვის და ვერ მიიყვანეს მათზე დამოკიდებული პირი. სოციალურმა სამსახურმა ეჭვი შეიტანა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა, რადგან 10 წლეულის განმავლობაში მათ არ უნახავთ და მისგან არაფერი სმენიათ, რომელიც ენრიკესა და ენრიკეტას ჰყავდათ მზრუნველობაში და ისინი მის სახელზე თვეში 3000 ევროს ირებდნენ. მაგრამ წყვილმა შეძლო კანონისგან თავის დაღწევა რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ არ დააგავეს 2025 წლის თებერვალში ერთ-ერთ სასტუმროში. დაკავების შემდეგ შემზარავი ისტორია გაიშალა, რომელიც 10 წლეულების წინანდელ გაუხსნელ საქმეს გაახსნიდა. Luis Maria J.C., რომელსაც ლუისად მოიხსენიებდნენ, იყო ენრიკესა და ენრიკეტას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმა, რომელზეც სასამართლოები საუბრობდნენ. ის ცერებრალური დამბლით დაიბადა, ჰქონდა მძიმე კატარაქტა და კრუ იყო. გამოკითხვების შედეგად გამომძიებლებმა გაიგეს, რომ ეს ძმა სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილი იყო, რადგან 2015 წელს მისი ცხედარი ფლეტში გახვეული იპოვეს ნაკადულთან ახლოს. ლუის სინს Somiedos კაცი ეწოდებოდა. ძმებმა თავიანთი ამბის მოყოლა გააგრძელეს და თქვეს, რომ მისი ბოლო მზრუნველის გარდაცვალების შემდეგ მათ აიღეს მისი მეურვეობა. შემდეგი 10 წლის განმავლობაში სოციალური მუშაკების შემოწმებებმა მსგავსი შედეგები გამოიღო. კაცი იქ არ იყო, ის წასული იყო, ავად იყო, ან ნათესავებს სტუმრობდა. რეალურად და-ძმებმა განაცხადეს, რომ ის უფრო და უფრო მძიმე დავადდებოდა, მაგრამ ისინი არ იძახებდნენ სასტრაფოს, რადგან ეშინოდათ, რომ ვერ გადაარჩენდნენ, რაც ნიშნავდა, რომ მისი გარდაცვალება დარეგისტრირდებოდა და თანხებს შეუწყვეტდნენ. ამიტომაც ისინი ელოდნენ, სანამ ლუიზენი საბოლოოდ ავადმყოფობას არ ემსხვერპლა და ბოლოს შიმშილით არ გარდაიცვალა. შემდეგ ისინი წაიყვანეს იგი ველურ ბუნებაში, დამალეს მისი სხეული სამყაროსა და მთავრობისგან, რაც მათ საშუალებას აძლევდა კიდევ 10 წლის განმავლობაში გაეგრძელებინათ შეზღუდული შესაძლებლობის დახმარების მიღება. ნომერი 8.
დაბადების წიგნში მოხსენიებული ერთ-ერთი ისტორია, რომლის რეალობაც სადავო. ეს არის ქალაქი მაჰანაიმი, რომელიც ისრაელში იორდანეს მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს. დაბადების წიგნში ვკითხულობთ იაკობის მოგზაურობის შესახებ, რომელიც თავის ძმასთან შესახვედრად მიდიოდა. ის ჩამოდის მაჰანაიმში, რომელიც მისთვის უსახელო ქალაქი იყო. აქ მას ღმერთის ანგელოზები შეხვდნენ და გამოაცხადეს, რომ ეს იყო ღმერთის ბანაკი და დაარქვეს მას მაჰანაიმი, რაც ნიშნავს ორ ბანაკს. საუკუნეების შემდეგ ისრაელის ტომებმა, რუბენმა, გადმა და მანასემ ითხოვეს, რომ მემკვიდრეობა იორდანეს აღმოსავლეთ მხარეს მიეცათ. მოსემ დააკმაყოფილა მათი თხოვნა, მაგრამ პირობით, რომ ეს ტომები სხვებს დაეხმარებოდნენ ქანაანელებთან ბრძოლაში და მათაც ზუსტად ასე მოიქცნენ. შემდეგ ეს ტერიტორია მათ გადაეცათ, მაგრამ ქანაანის დაპყრობის შემდეგ ღმერთის ბრძანებით რამდენიმე ქალაქი, მათ შორის მაჰანაიმი, ლევიანებს მიეცათ. არსებობს კიდევ რამდენიმე სხვა ისტორია, რომლებიც საუკუნეებს მოიცავს ამ განსაკუთრებულ ქალაქთან დაკავშირებით. მაგრამ კითხვა რჩება, სად არის ის? 2025 წლის იანვარში ორი წამყვანი ისრაელი მეცნიერი გამოაცხადა ამ საიდუმლოსთან დაკავშირებული საინტერესო განვითარება, რომელიც მათ მხოლოდ 2 თვით ადრე აღმოაჩინეს. იორდანიაში, ბორცვზე მდებარე არქეოლოგიურ ადგილზე მიუფანტულია ქრის ბლოკები, რომლებიც მორთულია ლომებისა და ნადიმების მხატვრული სცენებით. ეს არის მტკიცებულება, რომ იქ დაახლოებით 2800 წლის წინ შეიძლება იდგა უძველესი ისრაელის სასახლე. მონუმენტური არქიტექტურის არსებობა, რომელიც ძვირწეწლის 9 საუკუნის დასაწყისით თარიღდება, შეიძლება იყოს ისრაელის გაფართოების მტკიცებულება. ეს მიუთითებს, რომ სასახლე ისრაელის სამეფოს ნაწილი იყო და ქალაქი მაჰანაიმი მის საზღვრებში შედიოდა. ბიბლიური ტექსტები მიუთითებს, რომ ეს ქალაქი მდებარეობდა პენუელის გვერდით, რომელიც მკვლევართა აზრით თანამედროვე თელ ალ-დაჰაბ აშ-შარქია. ამ თეორიას ამყარებს ბიბლიაში პენუელში ტაძრის ხსენება და როგორც ჩანს, ასეთი ტაძარი აღმოჩენილია თელ ალ-დაჰაბ აშ-შარქიში. თუმცა ნანგრევების აღმოჩენა არ გამოიყენება როგორც მტკიცებულება ბიბლიის ისტორიულობისა და მასში მოთხრობილი ამბების დასადასტურებლად. მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ნანგრევების აღმოჩენა არ გამოიყენება როგორც მტკიცებულება ბიბლიის ისტორიულობის დასადასტურებლად. და ამის ნაცვლად მკვლევარები ამბობენ, რომ ეს ნანგრევები წარმოადგენს მოწმობას ისრაელიანთა არსებობის შესახებ ტრანსიორდანიაში, რაც შეიძლება დაეხმაროს მკვლევრებს გაიგონ, რატომ ვითარდებოდა ბიბლიური მოვლენები სწორედ ამ რეგიონში. მეშვიდე ნომერი. Sage Smithy, რომელიც მამის მხრიდან ბებიამ გაზარდა შარლოტსვილში, ვირჯინიაში, რთული ბავშვობა ჰქონდა. მშობლების გაშორებისა და მზრუნველობის სისტემაში გატარებული დროის გამო, სადაც მას ხშირად ჩაგრავდნენ. ამის მიუხედავად, Sage იყო ქარიზმატული და გეგმავდა კარიერას თმის სტილისტად. 2012 წლის დასაწყისში, როდესაც ჰარისის ქუჩაზე ბინაში გადავიდა, კოსმეტოლოგიის კურსებზე ჩაირიცხა. 2012 წლის 20 ნოემბერს 19 წლის Sage-მა თავის ოთახის მეზობელს უთხრა, რომ საღამოს 5:40-ზე პაემანზე მიდიოდა და მოგვიანებით დაბრუნდებოდა. მეორე დღეს ის დაკარგული იყო. ზარები ავტომოპასუხეზე გადადიოდა და ბოლოს, როგორც ამბობენ, ის მისმა გერმა დამნახა Main Street-ზე დაახლოებით 6:30-ზე. მისმა ოთახის მეზობლებმა მისი დაკარგვა 22 ნოემბერს განაცხადეს. პოლიციამ უშედეგოდ გაჩხრიკა ჰარისის ქუჩა და ვირჯინიის უნივერსიტეტი. აღნიშნეს, რომ მისი ტელეფონი უჩვეულოდ გამორთული იყო და იგი საფრთხეში მყოფად დაასახელეს. ეჭობდნენ დანაშაულებრივ ქმედებას. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ Sage-ის ბოლო ცნობილი კონტაქტი იყო Eric McFadden, რომელსაც ის გეგმავდა შეხვედროდა ანდრაკის სადგურთან ახლოს. ისინი ფარულად წევდნენ ერთმანეთს და ხვდებოდნენ, ხოლო McFadden, როგორც ამბობენ, Sage-ს უხდიდა ფულს, რათა მათი ურთიერთობა დაემალა თავისი პარტნიორისთვის, სახელად Nestor Avini. 2 დღის შემდეგ, რაც Sage გაუჩინარდა, Esther Avini McFadden-ი დაკარგულად გამოაცხადა. მეორე დღეს McFadden-მა Esther Avini-ს დაურეკა და ფული სთხოვა. შემდეგ კი პოლიციას დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ მასთან საუბარი სჭირდებოდათ. მან უარყო, რომ Sage-ის შეხვედრია ან მისი ადგილსამყოფელი იცოდა, შემდეგ კი კონტაქტი გაწყვიტა და გაუჩინარდა და მხოლოდ ახლახან გამოჩნდა. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორივე გაუჩინარება გაუხსნელი დარჩა. მაგრამ 2025 წლის ოქტომბერში პოლიციამ McFadden-ი ლოს-ანჯელესში მიაგნო მას შემდეგ, რაც მან სცადა თავისი სახელის ოფიციალურად შეცვლა. გამომძიებლებმა მასთან ინტერვიუ ჩაატარეს, მაგრამ დეტალები ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. Sage-ის ფოვნის საქმეში პროგრესი არ არის, მაგრამ პოლიციამ საქმე განაახლა და დაამატა ტერმინი სავარაუდო მკვლელობა, შესაძლოა ახალი ინფორმაციის საფუძველზე, ან McFadden-ის 2012 წლის განცხადების გამო, რომ Sage-ს მტრები ჰყავდა. Number 6. ბიბლიური ეპოქის კიდევ ერთი საიდუმლო არის აღთქმის კიდობანი, საგანი, რომელიც დიდი ხანია ფიგურირებს საიდუმლოებათა მზარდ სიაში. სად არის ის? რა არის ის?
კითხვები კვლავ რჩება. ბიბლიის მიხედვით არსებობს მდიდრულად გაფორმებული ოქროთი მოჭედილი ხის სკივრი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ შეინახოს მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ბიბლიური ნარატივის შემდგომ განვითარებას სათავეს უდებს. სკივრი შექმნილი იყო იმისთვის, რომ შეენახა თავად რჯულის დაფები, რომლებიც მოსეს გადაეცა. მიჩნეულია, რომ აღთქმის კიდობანი განთავსებულია წმიდათა წმიდაში, იერუსალიმის ძველი ტაძრის გარავში. და ამბობენ, რომ 10 მცნების დაფები კვლავაც მის შიგნითაა დაცული. მაგრამ ისევ ჩვენ ერთ მთავარ კითხვას ვაწყდებით. სად არის ის? აღთქმის კიდობნის საიდუმლო, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ამოხსნას, თუ დაუჯერებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ბოლო აღმოჩენის ცენტრში ბიბლიური ქალაქი შილოა, ადგილი, რომელიც იშვიათად იხსენიება აღთქმის კიდობნის განხილვებში. მანამდე, სანამ იერუსალიმში ტაძრები აშენდებოდა, შილოში სამარიის უძველეს ქალაქში იდგა ტაძარი, რომელიც იერუსალიმის შენობებს თითქმის 400 წლით უსწრებდა, რაც ძალიან დიდი დროა თუ გავითვალისწინებთ 10 მცნების და ორივე ქალაქის დაარსების ქრონოლოგიას. შილო დიდი მნიშვნელობის ადგილი იყო. სწორედ აქ დაარსდა სამსხვერპლოები, რაც მსხვერპლ შეწირვისა და თაყვანისცემის საშუალებას იძლეოდა, როგორც წმიდა წერილში აღწერილი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი ადამიანი ფიქრობდა, ნამდვილად სჯეროდათ თუ არა რომ შილო არსებობდა, მაგრამ ეს ქალაქი იმ რამდენიმე ქალაქთაგანი იყო, რომლის იდენტიფიცირებაც ადვილად შეიძლებოდა. იქ იქნებოდა ტაძარი, სამსხვერპლოები და მსხვერპლ შეწირვის ნაშთები და სწორედ ეს ელემენტები მოულოდნელად იქნა აღმოჩენილი 2023 წელს. იერუსალიმ პოსტმა გამოაქვეყნა დაუჯერებელი აღმოჩენის ამბავი, რომელმაც ისტორიკოსები სრულიად გააოცა. არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც სავარაუდოდ საუკუნეების წინ შილოს ქალაქი იყო. ფენა მიცა სულ უფრო მეტ ნიშანს ავლენდა, რაც თეორიას ამყარებდა. როდესაც მათ მტრის მოცილება დაიწყეს, ექსპერტები ფიქრობდნენ, ხომ არ აღმოაჩინეს ის საკულტო კომპლექსი, რომელიც ოდესღაც შილოში იყო განთავსებული. როდესაც ჯგუფი ქვის ნაგებობის ნანგრევების იდენტიფიცირებაზე მუშაობდა, მალე მათ გასაოცარი აღმოჩენა გააკეთეს. აღნიშნული ნაგებობის ზომები ემთხვევა იმ აღწერას, განლაგებასა და ზომებს, რომლებიც მიეწერა კარწერება კარვს, სადაც როგორც მიიჩნევა, აღთქმის კიდობანი ინახებოდა. აღთქმის კიდობანი შეიცავს ცხოვრების წერილობით წესებს, რაც შეიძლება მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა იყოს. ექსპერტების განმარტებით შენობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით არის ორიენტირებული და 2-დან 1-ის თანაფარდობითაა გაყოფილი, როგორც ეს წერილში აღწერია. მკვლევრებმა ასევე დააფიქსირეს დიდი შიდა კედელი, რომელიც სივრცეს 2 ნაწილად ყოფდა, რაც ასახავს წმინდა ადგილისა და წმიდათა წმიდის გაყოფას გამოსვლაში. თეორიას ამყარებს 100,000-ზე მეტი ცხოველის ძვალი, მათ შორის ცხვრის, თხისა და საქონლის, რომლებიც სავარაუდოდ მსხვერპლად იყო გამოყენებული, რაც შემთხვევითობად ვერ ჩაითვლება. სრულიად აშკარა იყო, რომ ეს იყო რიტუალური მსხვერპლ შეწირვის ადგილი და მისი ზომები ემთხვეოდა კარვის ზომებს. მაგრამ საცხოვრებელში აკლდა აღთმის კიდობანი, რომელმაც თავისი საიდუმლოებები დღემდე დამალა მსოფლიოსგან. ნომერი 5. 1988 წლის დეკემბერში 20 წლის ქალმა დეგალბის საგრაფოს პოლიციას ძალადობრივი თავდასხმის შესახებ აცნობა. 30 დეკემბერს, როდესაც ის კეტავდა თავის Stone Mountain-ის ბინას, მამაკაცმა, რომელსაც თხილამურების ნიღაბი და დანა ეჭირა, აიძულა წასულიყო კომპლექსის მიყრუებულ ბუჩქებიან ადგილას. თავდამსხმელმა მოკლით დაემუქრა, შემდეგ კი გაიქცა. დაზარალებულმა დახმარება იპოვა და მისმა შეყვარებულმა იგი DKPD-ში წაიყვანა, შემდეგ კი Grady Memorial Hospital-ში, სადაც DNM-ის ნიმუში აიღეს. მაგრამ 1988 წელს DNA-ის ტესტირების ტექნოლოგია ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ მტკიცებულება ჯორჯიის საგამოძიებო ბიურომ შეინახა. 3 ათწლეულის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, საქმე ხელახლა გაიხსნა და DDMM-ის ტესტირება იუსტიციის დეპარტამენტის დახმარებით ჩატარდა. მტკიცებულება შემდეგ დაემთხვა Reginald Caldwell's, რომელიც მაშინ 58 წლის იყო და დანაშაულის დროს დეკალბის ოლქში ცხოვრობდა. შემდგომი გამოძიების, დაკითხვისა და ჩვენებების შემდეგ კალდუელი 2025 წლის 20 მაისს გაასამართლეს გადაცებაში თავდასხმასა და მძიმე სხეულის დაზიანების მიყენებაში, რის გამოც მას 2 თანმიმდევრული სამუდამო პატიმრობა და დამატებით 20 წელი მიუსაჯეს. ნომერი 4. კალიფორნიელმა მამაკაცმა თავისი ძაღლი მოაბა და დაიწყო მათი ჩვეულებრივი სეირნობა ტრინიდადის ნავსადგურის სანაპიროზე. მას მაშინ არ იცოდა, მაგრამ რამდენიმე წუთში მან Fortunas პოლიციის დეპარტამენტს დაუკავშირდა შემაძრწუნებელი აღმოჩენის გამო. ადგილზე მისული ოფიცრები ტრინიდადის ჰედისკენ გაემართნენ, რომელიც ნავსადგურში მდებარე კლდოვანი წარმონაქმნია. კაცმა მიუთითა თავის ქალის ნაწილზე, რომელიც მათკენ იყურებოდა.
1993 წლის თებერვალში ოფიცრებმა ეს ფრაგმენტი შეაგროვეს და ჰუმბოლდტის ოლქის შერიფის ოფისს გადასცეს. შემდეგ კი თავის ქალაზე ჩატარდა რუტინული DNA-ის ანალიზი და მიღებული პროფილი შეიტანეს როგორც ეროვნული უცნობი პირების DNA-ის ინდექსში, ასევე კალიფორნიის დაკარგული პირების DNA-ის ბაზაში. პროფილი შეადარეს რამდენიმე დაკარგულ ადამიანს და სხვა ნაშთებს, მაგრამ ფრაგმენტი როგორც ჩანს, არც ერთ ცნობილ პირს არ ემთხვეოდა. ამის შემდეგ საქმის დეტალები ნამუში შეიტანეს საქმის ნომრით UP-55-1274 და ამით ყველაფერი დასრულდა. მეტი აღარაფერი შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში. დროთა განმავლობაში მსოფლიომ დაივიწყა 1993 წლის კალიფორნიის თავის ქალა, რომელიც ახლა უკვე უცნობი ადამიანის ნეშტების მოუგვარებელ საქმეებს შორის იყო. თუმცა 2024 წელს ამ 10 წლეულების წინანდელ საიდუმლოს ახალი იმედი მიეცა. როდესაც შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ჯერედ ჰაფმენმა გამოყო დაფინანსება მოუგვარებელი საქმეების მოსაგვარებლად და ჰუმბოლდტის ოლქის შერიფის ოფისს საშუალება მისცა განიახლებინა გამოძიებები და ჩაეტარებინა DNA-ის ტესტირება. ეხლა ჰუმბოლდტის ოლქის შერიფის ოფისი შეძლებდა მტკიცებულებების გაგზავნას ოთრამის ლაბორატორიაში, რომელიც მდებარეობს ვუდლენდსში, ტეხასის შტატში. 1993 წლის თავის ქალის ფრაგმენტი გახდა მეცნიერებისთვის მთავარი ობიექტი, რადგან ახლა მათ შეეძლოთ მტკიცებულებიდან DNA-ის ამოღება ფორენზიკული ხარისხის გენომის სეკვენირების გამოყენებით. უცნობი ქალის ამომწურავი პროფილი გამოიკვეთა ამ ძალისხმევის შედეგად, რაც საფუძველს უკრიდა გენეტიკური გენეალოგიის კვლევას, რომელმაც შესაძლოა ნეშტის მფლობელის იდენტიფიცირება შეძლოს. რამდენიმე თვის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი გარღვევა სწორედ ამ იდენტობას გამოავლენდა. თავის ქალა აღმოჩნდა K. Josephine Medenis. ის რამდენიმე დაკარგული პირის მონაცემთა ბაზაში იყო ჩამოთვლილი. 1987 წლის 3 აგვისტოს ნიკოლას სახელად გაცმა ტრინიტის საგრაფოში თავის სახლში მისვლისას აღმოაჩინა, რომ მისი 48 წლის ცოლი დაკარგული იყო. მისი ჩანთა, სათვალე და მანქანა ადგილზე იყო, მაგრამ თავად ის არ ჩანდა. ნიკოლასმა მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც მათი სახლის მიმდებარე რთულ რელიეფში მასშტაბური მოხალისეთა ძებნა დაიწყო. მაგრამ მისი კვალი 1993 წლამდე ვერავინ იპოვა. ნიკოლასის ცოლი იყო Kay Maddie, სკოლის მასწავლებელი და მისი უფროსის თქმით, კარგი ხასიათის ადამიანი. უფროსი ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც მას ნახა, როცა Kay სამსახურს ტოვებდა. Trinity's ოლქის შერიფის ოფისმა Kay-ს გაუჩინარება საეჭვოდ მიიჩნია, მაგრამ ვერ იპოვა დანაშაულის კვალი ან მისი ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე მინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ის იპოვეს, ამ საქმეში საიდუმლო ჯერ კიდევ რჩება. ჩინოსნები ვერ ადგენენ, რამ გამოიწვია მისი ნაადრევი გარდაცვალება. იყო ეს ყველაფერი უბედური შემთხვევა, თუ აქ რაღაც უფრო ბოროტი მოხდა. ნომერი 3. Gemini Madeline Posey, 21 წლის Spirit Lake-ის ტომიდან ცხოვრობდა Fort Totenში, Tribulate, Dakota-ში, თავის მეგობარ ბიჭთან, D'Angelo Hunt-თან და მათ 7 თვიან შვილთან ერთად, 2024 წლის დასაწყისში. 2024 წლის 3 იანვარს ის ცოტა ხნით დაბრუნდა დედის სახლში Devil's Lake-ში, სანამ ისევ დაბრუნდებოდა Fort Totenში. 4 დღის შემდეგ, 7 იანვარს, Gemini ბოლოს ნახა Hunt-მა, როცა ის გავიდა მათი ბინიდან და თქვა, რომ მეგობარი აპირებდა მის წაყვანას. გაკარგული პირის შესახებ განცხადება გაკეთდა 11 იანვარს. საწყისი გამოძიება ჩიხში შევიდა, რადგან კვალი არ იყო. მოგვიანებით Hunt-ი დააკავეს და ბრალი წაუყენეს მეორე ხარისხის მკვლელობაში მისი ძმის აიზეკის გარდაცვალების საქმეზე, რომლის ნეშტიც 2025 წლის ნოემბერში იპოვეს Spirit Lake-ის რეზერვაციაში. აიზეკი 2024 წლის მარტიდან დაკარგული იყო. ამ აღმოჩენამ Hunt-ი Gemini-ის საქმეში ეჭმიტანილად აქცია. 2025 წლის დეკემბერში Hunt-ს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ფედერალური დიდი ჟიურის მიერ Gemini-ის სავარაუდო გარდაცვალების საქმეზე. ბრალდებები მოიცავდა წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობას და თავდასხმას. თუმცა Gemini კვლავ დაკარგულად ითვლება და მისი სხეული არასდროს უპოვიათ. ნომერი 2 ამჟამად მიმდინარეობს დიდი დავა, რომელმაც ისტორიკოსთა საზოგადოება ორად გაქო. ერთი მხარე მტკიცებულებებს ეძებს, მეორე კი ვარაუდებს მისდევს. და ეს ყველაფერი გიზას პირამიდების საიდუმლოებებს უკავშირდება. ცხარე გამათები დაიწყო 2025 წლის მარტში, როდესაც გაკეთდა საკმაოდ უცნაური და მცდარი განცხადება. ქალაქი აღმოჩენილია პირამიდის ქვეშ. იტალიელმა და შოტლანდიელმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ გამოიყენეს ახალი რადარის ტექნოლოგია, რომელსაც სინთეზური აპერტურის რადარი ეწოდება, რომელიც აერთიანებს სატელიტური რადარის მონაცემებს და ბუნებრივი სეისმური აქტივობის მცირე ვიბრაციებს. რადარმა შექმნა სამგანზომილებიანი გამოსახულება იმისა, რასაც მკვლევარები მიიჩნევენ, რომ არის უძველესი ქალაქის ნაშთები, დამალული მეფე ხაფრეს პირამიდის ქვეშ.
სწორედ ამ ძალისხმევის შედეგად აღმოაჩინეს 8 ვერტიკალური სტრუქტურა პირამიდების ქვეშ, რომლებიც დაახლოებით 2100 ფუტის სიღრმემდე აღწევს. თითოეული შახტი სავარაუდოდ გარშემორტყმულია სპირალური ბილიკებით, რომლებიც დაკავშირებულია 2 80 მეტრიან კუბურ სტრუქტურასთან, რაც ცალკე ოთახების არსებობაზე მიუთითებს. მკვლევარებმა ასევე განაცხადეს, რომ 5 მრავალსართულიანი სტრუქტურა ერთმანეთთან დაკავშირებულია რამდენიმე დერეფნით, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისგან. ამ ახალი განცხადების შემდეგ სკეპტიციზმი გარდაუვალი იყო. რამდენიმე ექსპერტმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც გამოყენებულია ამ სახიფათო განცხადებების გასაკეთებლად, რაც საბოლოოდ შეცვლის ისტორიას, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. მაგრამ წინააღმდეგობა საკმარისი არ აღმოჩნდა ამ გატაცებული გუნდისთვის და მათ გააგრძელეს კვლევა პირამიდის ქვეშ არსებული დაკავშირებული შიდა სტრუქტურების შესახებ. რამდენიმე თვის შემდეგ პასუხების დაუღალავმა ძიებამ კიდევ ერთხელ გამოიღო შედეგი, როდესაც გუნდმა კიდევ ერთი დაუჯერებელი აღმოჩენა გამოაცხადა. მეორე ქალაქი, მიწისქვეშა ერთმანეთთან დაკავშირებული სტრუქტურა, აღმოჩენილი იქნა მენკაურას პირამიდის ქვეშ. კიბეები, წყლის მილები და ვერტიკალური შახტები სამგანზომილებიანი ფორმით გამოჩნდა მათ რადარის მოწყობილობებზე. ამ მრავალსართულიან კომპლექსში, მათი აზრით, შესაძლოა მდებარეობდეს ლეგენდარული ჩანაწერების დარბაზი, რომელიც ხშირად არის მოხსენიებული ლეგენდებში. ლეგენდის მიხედვით, ჩანაწერების დარბაზი არის უძველესი ეგვიპტური ბიბლიოთეკა, რომელიც თუ ოდესმე აღმოაჩენენ, შესაძლოა სამყაროს საიდუმლოებებს ახადოს ფარდა. ორივე დამალული ქალაქის არსებობა მიუთითებს კოლოსალურ მიწისქვეშა კომპლექსზე, თუმცა ეს მტკიცება გადაჯარბებულად ან დაუდასტურებლად მიიჩნევა. იმის გარდა, რომ ისინი აცხადებდნენ, თითქოს პირამიდების ქვეშ 2 მიწისქვეშა ქალაქი მდებარეობს, ჯგუფი ასევე ამტკიცებდა, რომ გიზის კომპლექსი 38,000 წლისაა და არა 4,500-ის, როგორც ეს მიღებულია. ნომერი 1. თითქმის 5,000 წლის წინ ბუჩქნარიდან ამოშვერილი რაღაც შემზარავი აღმოაჩინეს ფერმის მინდორში, აშშ-ს გზატკეცილ 69-ის მახლობლად, სულ რამდენიმე მილში მარიანასგან. ეს იყო 1967 წლის 13 იანვარი, როდესაც უცნობი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს მინდორში. არკანზასის შტატის პოლიციის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტი გაგზავნეს შემთხვევის გამოსაძიებლად. გამომძიებლებმა შეაგროვეს ნეშტი და გადააგზავნეს არკანზასის შტატის კრიმინალური ლაბორატორიის სამედიცინო ექსპერტის ოფისში. აღმოჩენა, რა თქმა უნდა, იმ დროს მოხდა, როდესაც დნმ-ის ტესტირება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო. ვინ ეკუთვნოდა ნეშტი, ვერ დაადგინეს და გარდაცვალების გარემოებაც საიდუმლო დარჩა. ამ დროისთვის მშობლების მიერ გადაცებების რაოდენობა უკვე 10,000-ებს აღწევდა, მაშინ როცა უცნობი პირების მიერ გადაცებები მხოლოდ რამდენიმე ასეულს შეადგენდა. საქმეები მეტისმეტად ბევრი იყო, რომ ნეშტი მხოლოდ ერთ ადამიანთან დაეკავშირებინათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ადამიანი საერთოდ არ იყო დაკარგულად გამოცხადებული. ლიკაუნთის ნეშტის ამბავს, როგორც ეს ნაშთები გახდა ცნობილი, შვილს აპენებდა ოკლაჰომას გოგონა, სკაუტების მკვლელობები და სიმონ რიტენგერის გაუჩინარების ცნობილი საქმე. ფერმის მინდორში ნაპოვნი ნეშტი იმ დროს მაღალი პრიორიტეტით არ განიხილებოდა და არც მომდევნო 48 წლის განმავლობაში გახდებოდა ასეთი. თუმცა 2024 წლის მარტში არკანზასის შტატის პოლიციის გაუხსნელი საქმეების განყოფილება იმ პერიოდის ყველა გადაუჭრელ საქმეს ამოწმებდა და შემდეგი ყურადღება მიექცა ლიკაუნთის ნაშთებს. ASCL-ის დახმარებით გამომძიებლებმა შეძლეს ნეშტის გადაგზავნა ოთრამის ლაბორატორიაში, სადაც კერძო ლაბორატორია მუშაობდა დნმ-ის ანალიზის ახალი მეთოდებისა და სასამართლო გენეალოგიის განვითარებასა და დახვეწაზე. სწორედ ამ გაუმჯობესებული ძალისხმევის შედეგად შეძლეს ბოლოს და ბოლოს მიეცათ სახელი იმ ძვლებს, რომლებიც ბოლო 5 ათწლეულის განმავლობაში მტკიცებულებების ოთახში ინახებოდა. 2025 წლის 6 ივნისს ოთრამა გამოაკვეთნა ანგარიში, რომელშიც იდენტიფიცირებული იყო კაცი, ვისიც ეს ნეშტი იყო. Charles Howard Wallace იყო მისი სახელი. შემდგომმა გამოძიებამ შეძლო 2 შესაძლო ნათესავის მიკვლევა, რომლებიც ტენესის შტატში ცხოვრობდნენ. ივლისში მათგან აიღეს დნმ-ის ნიმუშები და შეადარეს ჩარლზის ნიმუშებს. სექტემბერში ეს სრულად დადასტურდა. იდენტიფიკაცია დადებითი იყო. ეს იყო 21 წლის ახალგაზრდის ნეშტი, რომელიც როგორც ჩანს 1974 წლის შემოდგომაზე ოჯახთან კონტაქტს გაწყვეტოდა. ბოლო ერთხელ ნათესავებმა ის მემფისში, ტენესის შტატში ნახეს, როცა ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო და ქალაქის ცენტრში მდებარე გარდამავალ საცხოვრებელში მკურნალობის დაწყებას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე გარკვეული ინფორმაცია გვაქვს ლიკაუნთის ნეშტთან დაკავშირებით ზოგიერთი დეტალი კვლავ საიდუმლოდ რჩება. უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ შეუძლია დაადგინოს მისი ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი, ან როგორ აღმოჩნდა ის მარტო იმ მინდორში ყველასგან შეუმჩნელად, თითქმის 50 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა ურებისთვის.
თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააწოთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.